პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მისული 100,000-ობით ადამიანიდან დარწმუნებული ვარ აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც იცოდა, არც იცის და არ ამგონია მათი რწმენის ხარისხზე შეიძლება იმოქმედოს თუ გაიგებენ რას ნიშნავს სკუპიაზე ბრილიანტის ჯვრის სტარების უფლება და რამდენ იერარქს აქვს ეს პატივი. თუმცა ამ დღეებში ასეთ დეტალებზე ბევრს ისაუბრებენ. მოვისმენთ მეტ განმარტებებს ტიტულებზე, იერარქიულ წესრიგზე, გავლენებსა და პროცედურებზე. ყურადღება გამახვილდება ყველაფერზე, რამაც ნახევარი საუკუნის შემდეგ და თან თავისუფალ საქართველოში უძველესი იბერიის საპატრიარქო ტახტის მემკვიდრის ნიშნები შეიძლება ამოგვაცნობინოს. ეს ინტერესის გასაგებია. ილია მეორის შემდეგ ეკლესიაში ერთდროულად გაჩნდა ნდობის და ძალაუფლების ვაკუუმი. ისიც გასაგებია, რომ საპატრიარქოს მომავალი მხოლოდ საეკლესიო თემა არ არის. ეს იმ ქვეყანას ეხება, სადაც ადამიანები ძალიან დაღლილები არიან, შეშინებულებიც, გაღიზიანებულებიც და ხშირად უსამართლობის წინაშე მარტო დარჩენილებიც. პირადად, ჩემი მოლოდინი ამ არჩევანთან დაკავშირებით მარტივიც არის და ქრისტიანული თვალსაზრისით ალბათ ყოვლის მომცველი. კი, მნიშვნელოვანია მომავალი პატრიარქის თეოლოგიური ცოდნა. ისიც რამდენად მყარად მიმართავს საქართველოს ეკლესიის ცივილიზაციურ საჭეს გეოპოლიტიკური ხელვის ეპოქაში. რამდენად გამოასხივებს ლიტურგიის ქართულ ხასიათს. მაგრამ ყველაზე მეტად და უპირატესად ერთადერთი რამ მაინტერესებს. ქრისტიანული სინდისიერება. რადგან სადაც სინდისია, იქ გზა უკვე ნაპოვნია. იმიტომ რომ სინდისი ქრისტიანობაში არ არის დამატებითი ღირსება. ის არის საზომი. ის წყვეტს რა სიტყვი და რას არ იტყვი, საწახვალ კომპრომისზე და სად ვერ, რადგან დააზიანებ იმ მთავარს, რასაც ემსახურები. ასეთ ადამიანს დამატებითი ინსტრუქცია არ ჭირდება, მის მხარეს დადგეს. მას ეყოფა 10 მცნება და სახარების ერთი მარტივი გაფრთხილება. ნაყოფით იცნობთ მათ. სინდისიერი ადამიანი ვერ გადააქცევს ეკლესიას გავლენების სივრცედ. ვერ აურევს ერთმანეთში ღვთისმსახურებას და ძალაუფლების ლოგიკას. ვერ შეეგუება უსამართლობას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოსახერხებელია და ვერ დაივიწყებს ადამიანს, მაშინაც კი, როცა სახელმწიფოს ადამიანი არათუ აღარ ახსოვს, ტრად მიაჩნია. დღეს ეკლესიას სჭირდება არა მარტო ძლიერი ფიგურა, არამედ მკაფიო საზომი. ადამიანი, რომლის არსებობაც თავად გახდება პასუხი კითხვაზე, სად გადის ზღვარი. ყველაფერი დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. რადგან პატრიარქს საბოლოოდ არც სამოსი ამაღლებს, არც ტიტული, არც ცერემონია. პატრიარქს მხოლოდ ერთი რამ აპატრიარქებს. თუ ბერი და ერი და ბერი იგრძნობს, რომ მის წინ დგას კაცი, რომელსაც ღმერთის უფრო ეშინია, ვიდრე მიწიერი ძალაუფლების მყრობელის.